მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა რომ გვესწრებით. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია. ისეთივე პროტესტანტები ვართ, როგორიც თქვენ. თქვენს ასე ვთქვათ, მარშებს არ ვაგეკლდებით ხოლმე. თქვენი მთავარი მიზანი არის, რომ განათლება მიუცეთ ადამიანებს და დღესაც ტრადიციულად 213 დღეს პროტესტის, უწყვეტი პროტესტის 213 დღეს გადავწყვიტეთ, რომ ლექცია გქონოდა კორუფციაზე და დღევანდელი ლექციის სპიკერი იქნება ალექსანდრე მაისურაძე. მადლობა ალექსანდრეს. მშვიდობიან საღამოს გისურვებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კორუფციაზე. ჩვენი შეხვედრის მიზანია ავემშვიდობოთ უჭი ილუზიებს და ოცნებებს კორუფციის შესახებ. დაახლოებით 7 ნაწილისგან შედგება ჩვენი საუბარი. პირველ ნაწილში შევეხებით რა არის კორუფცია. მერე გადავალთ ქართველი კორუმპირებული პიროვნების სახეზე და მოტივებზე საუბრებთ. კორუფცია სხვადასხვა ხედვის კუთხიდან შევხედავთ კორუფციას ისტორიულ ჭრილში, ზემოდან, ქვემოდან. კორუმპირებული გარემო საქართველოში და ვინ უპირისპირდება მას. ქართული deep state-ის აზრი და გვეშველება ჩვენ. deep state-ში მოიაზრება ყველა ის ჭკვიანი ქართველი, ვინც ფიქრობს და აზროვნებს და ანალიზს უკეთებს თუ რა და როგორ უნდა მოხდეს საქართველოში და სადავართ ჩვენი აქციებით. მეექვსე ცოტა რთული განყოფილება იქნება, შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, რა ვქნა მე პირადად, ამაზეც ვისაუბრებთ. მეშვიდე იქნება დასკვნითი კითხვები და ასე ვთქვათ, გამთავრება ჩვენი ლექციის. ორი სიტყვით ჩემ შესახებ. ქვია ალექსანდრე მაისურაძე, თქვენთვის სანდრო. დამთავრებული მაქვს საერთაშორისო კორპორაციების მენეჯმენტი და ექსპორტი ვენის უნივერსიტეტში, ავსტრია. ჩართული ვიყავი რამოდენიმე ანტიკორუფციულ პროექტში, კერძოდ 2006-ში ვიყავი თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის წამყვანელი, ანტიკორუფციული პროგრამა იყო. ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული ანტიკორუფციულ გამოძიებებში. ვარ IDFI-ის მიერ სერტიფიცირებული ანტიკორუფციის სპეციალისტი. ამას მინდა კიდევ დავამატო, რომ ოჯახში მამაჩემი თავის დროზე იყო ფუნქციონერი და პოლიტიკოსი და ასევე იყო პოლიტიკური პატიმარიც. ფაქტობრივად ოჯახშიც მომყვება ეს ანტიკორუფციული ტრადიციები. ავიწყოთ ქართული კორუფცია. ვიწყებთ ვიკიპედიით. შევხედოთ ვიკიპედიაში კორუფციის განმარტება. კორუფციის ცნების ქვეშ მოიაზრება პირის მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლების ან მდგომარეობის გამოყენება პირად უპირატესობის და სარგებლის მიღების მიზნით. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ამ ფორმულირებაზე. დაამმნიშვნელოვანი არის შემდეგ რომ ასე ვთქვათ, კარგად გავიგოთ, რაზე ვისაუბრებთ. პიროვნება, მისი მიზნები და საზოგადოება და მისი მიზნები. ანუ ხვდებით, რომ აქ არის დაპირისპირება პიროვნული მიზნების და საზოგადოებრივი მიზნების. შემდგომ კორუფციის ძირითადი ფორმები. ეს არის მექთამეობა, გამოძალვა, ნეპოტიზმი. ნეპოტიზმი ნიშნავს, ესე ვთქვათ, ნათესავების დანიშნავს, კრონიზმი ნიშნავს ახლობლების დანიშნავს და ზეგავლენით ვაჭრობა. ასევე მინდა ორი განზომილებაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს არის ელიტარული კორუფცია და ქვედადონის კორუფცია. ქვედადონის კორუფცია
ხდება საშიში საზოგადოებისთვის მხოლოდ მაშინ, როცა მისი რაოდენობა მატულობს. ანუ ფაქტობრივად თუ რაღაც კრიტიკულ ზღვარს მივახცევთ კორუმპირებული ფაქტების შემთხვევაში. ხოლო რაც ეხება ელიტარულ კორუფციის შემთხვევაში ერთმა ფაქტმა შეიძლება ძალიან სერიოზულად დააზიანოს საზოგადოება და სახელმწიფოც. თუმცა მინდა ინტერაქტივში ჩავერთოთ. ანუ კორუფციაზე გვაქვს რამე კითხვები, კიდევ ანუ რას ნიშნავს და როგორ არის განმარტებები და მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, თქვენი ხედვა გავიგო, როგორ წარმოგიდგენიათ ქართველი კორუფციონერი და მისი მოტივები. მოგთხოვთ ის რა აზრი აქვს. რატო აკეთებს, რატო ჩადის ადამიანი კორუფციას? აი რომ მაგას უყურებთ, აი მაგი მაინტერესებს თქვენი აზრი. რა არის მოტივები? უფუნება უნდა, კი ბატონო. კიდევ? სისტემის ნაწილია. როგორ? სისტემის ნაწილია. ანუ ესე ვთქვათ, რო უყურებს სხვა რო აკეთებს, თვითონაც აკეთებს, ხო, მაგას გულისხმობ, კი ბატონო. კი ბატონო, გავლენები. კი ბატონო, შეიძლება პიროვნება ამპარტავანიც იყოს დაამნიშნულოვანი და ამიტომ ფიქრობს, რომ ესე ვთქვათ, ბოროტი არის, კი ბატონო, არცემს ატირს საზოგადოებას, ყველაფერი შეიძლება. ო, კი ბატონო. ზედმეტად კეთილი შეიძლება იყოს და უარს ვერ. კი ბატონო, უარს ვერ. მაგით შეიძლება, ანუ მაგის სიაში არ იყო, მაგრამ თქვენი გაარჩეთ. ჯიგრული რა. ო, ჯიგრული, ქართული ჯიგრული, კი ბატონო, ჩვენია. ეხლა მინდა გადავიდე ამ განყოფილებას დავაფიეს, მესამე განყოფილება არის, სულ 7 გვაქვს. კორუფცია სხვადასხვა თვალთა ხედვის კუთხიდან. და დავიწყებ ესე თქვა დროის თვალთა ხედვის კუთხე არც ისე შორი წარსული 2003 წლამდე საამეს რევოლუცია მოხდებოდა ჩვენთან ვარდების რევოლუცია. მინდა შეგახსენოთ, ვინც ცოტა ასაკში არის, საცხოვროდი და სად იყო საქართველო. ძალიან კარგად მახსოვს ის დრო. მაგალითად ქალაქში ვერ გაივლიდი ავტომობილით, ვარ გადაიხდიდი ჩავფულს აიში თვითონ არ გადაიხდი. ანუ კორუფცია. თან უნდა მეგეცა. საავადმყოფოში ვერ მიიღებდი კურნალობას თუ ქთამს არ მისცემდი. ესეც იყო. სწავლის დროს მაგ ძალიან უჭირდა ხალხს და ფაქტობრივად თითქმის არ იყო იმის საშუალება, რომ ქთამის გარეშე დაგემთავრებე უნივერსიტეტი. ძალიან იშვიათი შემთხვევები იყო. ბატონო. სამეწარმეო საქმიანობაზე ხო საერთოდ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ. ფაქტობრივად მეწარმე კორუფციის გარეშე ვერ იმუშაებდა. ვერც საგადასახადოს ვერ აცდებოდა, უნდა გადაეხადა ქთამი, იმპორტის დროს უნდა გადაეხადა ქთამი, ექსპორტის დროს უნდა გადაეხადა ქთამი, ნებისმიერ ესე ვთქვათ სერტიფიკატი რო აეღო, უნდა გადაეხადა ქთამი და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო იყო ქთამში და კორუფციაში ჩაფლული. ანუ ისე თქვა მინდა, კორუფცია იყო ჩვენი ნაწილი, ჩვენი ცხოვრების. ყველა ვერკვევით კორუფციაში რა არის. და ესე ვთქვათ, კარგად შეჩვეულებიც ვიყავით ამ კორუფციას. ეს ერთი. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ერთი კონკრეტული მაგალითი. ეს არის კორუფციაზე ხედვა ზემოდან. მე მამაჩემი ვახსენე თავის დროს და დასაწყისში და მინდა ესე ვთქვათ, ორი სიტყვით ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. დაახლოებით ხდება 2001 წელს. მამაჩემი იყო საკმაოდ წარმატებული მეწარმე. ციხე გამოვილი უკვე, ებრძოლდა, არავის არ უთმობდა. და ფაქტობრივად მივიდა იმ დონემდე, რომ ჩათვალა, რომ აღარ შეუძლია ებრძოლოს კორუფციას, აღარ შეუძლია ასე ვთქვათ, რაღაცა დაუპირისპიროს საგადასახადოს და მიმართა თავის ნაცნობს, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს. იმიტომ ვიცნობდა მაგას პირადად თავისი ძველი სამსახურიდან, ერთმანეთში ჰქონდათ პატივისცემა და გადაწყვიტა, რომ ესე ვთქვათ, ძიმე артиლერია ჩაერთო, თავი გადაერჩინა. ბატონმა ედუარდმა მიიღო მამაჩემი, შეხვდა მას. აეხმარა ყველაფერში, ესე ვთქვათ. ამადი რეზოლუცია დაადო მამაჩემის წერილს, სადაც კორუფციაზე იყო ლაპარაკი. ვარო ყველაფერს გააკეთებდა, გვერდში დაუდგება, მაგრამ მამაჩემი გაუგნებული მოვიდა მაგ შეხვედრიდან.
ბატონ ედუარდმა უთხრა მამაჩემს ისეთი რაღაცა. ზურა, მე ყველაფერს გავაკეთებ დაგეხმარები შენ, მაგრამ მე შენ გარანტიას ვერ გაძლევ. ის მტაცებლები საგადასახადოდან თავს აგანებენ თუ არა. ეს ძალიან საინტერესო ფორმულირება არის. ედუარდი არ თხოვდა, მაგრამ სულ სიტყვას ამბობდა. ფაქტობრივად იყო კორუმპირებული თვითონაც, მაგრამ თვითონ სისტემაც კორუმპირებული იყო და ფაქტობრივად სისტემა შეიძლება ვერც დაუპირისპირდეს ედუარდიც, პირველი კაცი. ამას გიყვებით იმიტომ, რომ თქვენ გაიგოთ იმის მასშტაბი, თუ რა დონის კორუფცია იყო და როგორ ქონდა გადგმული ფესვები ყველგან. ეხლა მინდა გადავიდე მეორე მაგალითზე, ამ მაგალითს ქვია კორუფცია ქვემოდან. განვიხილავთ, ესე ვთქვათ, ქვედა ხედვის კუთხეს. ეს არის უკვე 2006 წელი, რევოლუცია დამთავრებულია, მიდის გადალაგება ქვეყანაში, ვებრძვით კორუფციას. მე ვინიშნები ცენტრალური რკინიგზის სადგურის გენერალურ დირექტორად. მოვალეობაში შედის ვაგზლის კორუფციისგან გაწმენდა და ობიექტის მომზადება რეაბილიტაციისთვის. საინტერესო პროექტია. ორი უდესიტყვით გეტყვით, რომ ფაქტობრივად ცენტრალური სადგური, ეს არის 30,000 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება ცენტრში. დღესაც და იმ დროსაც არის ბიზნესის სერიოზული კონცენტრაცია. წარმოიდგინეთ ორი ოქროს ბირჟა, სათამაშო ბიზნესი, უამრავი პატარა, ასე ვთქვათ, საწარმოები, საცხობები, კაფეები, საპარაკმახაროები, სატრანსპორტო გადაზიდვები და უამრავი პროსტიტუციაც, ასევე ესე ვთქვათ, ბიზნესი იყო ვокзალზე. შევდივართ სადგურზე, ფაქტობრივად 2-3 თვეში უკვე სამმაგდება შემოსავლები, ასრულებთ კორუფციისგან ვокзალს. 6 თვეში ვახცევთ 6 მაგ შემოსავლებს, ეს ყველაფერს კორუფციას აჭმევდა. მაგრამ საინტერესო ფაქტი რა ხდება? ჩვენ გავიმარჯვეთ, გამოვედით სადგურიდან, გულისხმობ, რომელსაც მე ხელმძღვანელობდი, მაგრამ მოგდის ინფორმაცია. ხალხი, მეწარმეები, ეს გადამზიდველები, ვინც გავანთავისუფლეთ ფაქტობრივად ამ წნეხისაგან და კორუფციისაგან, თვითონ ეძებენ პატრონებს, ვისაც მისცემენ გთამს და ვინც გახდება მაგათი, ვთქვათ, კრეიშა. ქვემოდან ეს ხალხი არ არის შეჩვეული თავისუფლებას. ისინი თვითონ ეძებენ ამ, ესე ვთქვათ, მომხედავს. მინდათ ეს მაგალითი დაინახოთ, იცით როგორი კუთხიდან, რომ მაგალითად ქირურგმა ამოჭრა იგო სარკომა და სარკომა მაინც გავს ისევ ფეხს. ისევ და ისევ ხდება ამ კავშირის აღდგენა. ჩვენ გავიარეთ 3 მაგალითი ისტორიული. მეორე იყო ზემოდან ხედვა, ედუარდ შევარდნაძე და მესამე აქედან პატარა ბიზნესი. მინდა ახლა შემოგთავაზოთ ერთი ამონარიდი 2020 წელს მე ასე ვთქვათ ინტერვიუ ჩამოვართ მამაჩემს, როცა ვსწავლობდი IDFI-ში. რაც შევეხეთ კორუფციას და ძირფესეულ საკითხებს თუ რა ქმნის კორუფცია საქართველოში და როგორ შეიძლება მაგას ებრძოლო. საქართველოს პირობებში კორუფციასთან ბრძოლა არის წყლის ნახვა და დონკიხოტობა. კორუფციასთან ბრძოლა უნდა იხილებოდეს არა როგორც კორუმპირებული ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ როგორც მანკიერ გარემოსთან ბრძოლა. ეს ხომ რეალობაა, რომ საქართველოში მოქმედებს ორი კონსტიტუცია. ერთი არის ოფიციალური და გამოიყენება PR-ში, ხოლო მეორე არის მიღმური. დაუწერელი, რეალურად მოქმედი, კაცრი და შეუპოვარი. ისე როგორც ეს არის ქურდულ მაფიოზურ სამყაროში. ზუსტად ამ ორ კონსტიტუციის შორის დგას სახელმწიფო მოხელე, რომელიც აზროვნებს პრაგმატულად და ირჩევს მეორეს.
რეალურად მოქმედს. ამიტომ კორუფციული გარემო ყალიბდება როგორც ცხოვრების წესი, ყოველდღიურობა, სტანდარტი, გადარჩენის, კარიერის და ფულის კეთების საშუალება. გადავიდით მეოთხე განყოფილებაში. კორუმპირებული გარემო ან და სისტემა საქართველოში. ვინ უპირისპირდება მას? ეს მაგალითები მოგიყვანეთ იმისთვის, რომ თქვენ კარგად შეიგრძნოთ რასთან ახლავს საქმე. ის რომ ხალხი ნაკლები არის, ის რომ ბევრი მხარდაჭერა თქვა დღეს ქართულ ოცნებას და ბევრი არ მოდის, ეს ყველაფერი ამ მანკიერი გარემოს ზეგავლენის რეზულტატები არის. ვინც არ უნდა მოვიდეს ჩვენი ქვეყნის სათავეში, ნებისმიერი პარტია, ნებისმიერი ჯგუფი, ყველა აუცილებლად დაუპირისპირდება ამ გარემოს. ჩემი აზრით, აცნურ მოძრაობას ჰქონდა შანსი, რომ ამ გარემოსთვის მოერგო, მაგრამ წააგდეს ბრძოლა, ვერ შეძლო, ვერ გადალახა ეს ყველაფერი. ქართული ოცნება, ბიზინა ივანიშვილი, ფაქტობრივად შეერწყა ამ გარემოს და მოაძლიერა ის, რომ გახდა ამ გარემოს ნაწილი. ამიტომ არის ის ძლიერი, ამიტომ შეუძლია მაგას ბევრის კეთება, იმიტომ რომ მან დაამტყვია საკმაოდ პრაგმატული ადამიანი არის და დაამტყვია მაგან თავისი პოლიტიკა ამ გარემოს. ძალით ან ვთქვათ, უნებლიეთ ვიღაცები ეწინააღმდეგებიან ამ გარემოს. მინდა ეს ესე ვთქვათ, ეს ჩამონათვალიც აგიმხილოთ, თქვენი სულ დაახლოებით ვინ არის ამ სისტემის მოწინააღმდეგე. პირველ რიგში ჩვენ საპროტესტო მოხდა, ვინც აქ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ გარემოს. შეიძლება ზუსტად არ ვიცით რა ქვია და სხვა სახელს ვარქმევთ, მაგრამ ჩვენ ამ გარემოს სერიოზული მოწინააღმდეგეები ვართ. მეორე. დამოუკიდებელი მედია. ძალიან დიდი საშუალება არის. დამოუკიდებელი მედია არის ერთ-ერთი წინა ფლანგზე, ვინც ეწინააღმდეგება ამ გარემოს. არასამთავრობო სექტორი, რომელსაც ესე ვთქვათ, ნელ-ნელა აღჭობს, ჩვენი სახელმწიფო და რომელიც დგას დასავლურ ფასეულობებზე. გარედან ევროკავშირი, თავის ესე ვთქვათ, იემთვის ამ გარემოს თვითონ თავის არჩევს. ასევე ჩვენს გვიჭერთ ხარს. ასევე შეიძლება თქვენ საინტერესო იყოს, მაგრამ ეს არის საქართველოში მოღვაწე პროტესტანტური რელიგიები, როგორც არის იაჰოველები, ადვენტისტები, მორმონები და ასე შემდეგ. კიდევ შემილია და მინდა ვახსენო აქ მატრიცული თეორია, თამაზ ბუთხუზი, რომელიც დაახლოებით უკვე 20 წელიწადზე მეტია სწავლობს ამ ვითარებას საქართველოში და ეძებს გამოსავალს თუ როგორ და რანაირად შეიძლება ჩვენ ეს ყველაფერი დავწუნოთ. მაგასაც აქვს რაღაც მიღწევები მიღებული და უფლები შექმნილი და მაგინიც ებრძვიან ამ გარემოს. ასევე უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკურ სპექტრშიც არის, რომ ესე ვთქვათ, დარჩენილი ძალები, რომელიც ებრძვიან ამ გარემოს, შეიძლება იდენტიფიკაციას ვერ აკეთებენ ზუსტად, მაგრამ საქმეს ისე თუ ისე მაინც აკეთებენ. ეს ჩამონათვალი არ არის ზუსტი, უბრალოდ წარმოიდგინე, რომ შეგეძლოთ იმისთვის არის აქ მოყვანილი. ეს მაგალითად არიან ფედერალისტები, გიჩი ჯაფარიძე, ასევე უნდა აქ აღნიშნო არის საკმაოდ კარგი ახალგაზრდობა ყავს და მაგალითად მე-12 საფრთხილი. რაღაცი კუთხით შეიძლება მოვიაზროთ გახარია საქართველოსთვის, იმიტომ რომ აინც სახელმწიფო ინსტიტუტებზე აქვს საუბარი. პლანეტა პარტიის ნაწილიც შეიძლება განვიხილოთ, რომ ებრძვის ისე თუ ესე მაინც ამ გარემოებას. გადავდივართ მეხუთე ნაწილზე. რას ფიქრობენ მოაზროვნე ხალხი? რაშია გამოსავალი და როგორია ქმედების სტრატეგია?
მე ამ ხალხს ვარქმევ ჩემთვის ქართულ deep states. ეს არის მოაზროვნე ხალხი, რომელიც უკეთებს ანალიზს ვითარებას, რომელმაც ძალიან კარგად იცის ჩვენი საზოგადოება სად არის და თობს გარკვეულ ინფორმაციას და შეუძლიათ რაღაცა შემოგთავაზონ. ვითარება უნდა შეიცვალოს კარდინალურად. ანუ უნდა წარმოიქმნას ძალა. მე არ ვლაპარაკობ პარტიაზე. ძალა. ანუ შეიძლება ეს პარტია, ჯგუფი, გაერთიანება უნდა იყოს ძალა, რომელიც ამას დაძლევს. მოლოდინები იყო და ეხლაც არის, რომ რაღაცა მუხტი შეიძლება წარმოიქმნას ამ ჩვენ პროტესტში და მე ესე ვთქვათ, ეს ჯგუფები ან ჩამოყალიბებს თავზე პარტიად, ან შეუერთდება საბოლოო ჯამში რომელიმე არსებულ პარტიას და გააძლიერებს მას. როგორც კი ეს მოხდება და მოხდება ესე ვთქვათ ხელისუფლების ცვლილება, აი მაშინ უკვე დაიწყოს პირველ რიგში იგი კარდინალური ცვლილება და ფაქტობრივად ელის მოსპობა ისე ვიტყოდი აღნიშნულობა სასამართლო სისტემის. იმიტომ რომ სასამართლო სისტემა მოიაზრება როგორც გასაღები ამ ყველაფრისთვის და ეს არის ერთადერთი შანსი რაღაცნაირად სახელმწიფომ გადაწყვიტოს ეს პრობლემა და გადავიდეს სხვა რელსებზე. დავუთავეთ მეხუთე და ერთი ესეთი საინტერესო კითხვა უჩნდება პროტესტს ძალიან ხშირად. სადა ვარ ჩვენ, რა გვეშველება, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, როგორ ვიმოქმედოთ. ძალიან რთული კითხვა არის, ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული, რამე ამასაც შევეხო. რაღაცა იქნება გაუგებარი, ამაჩერეთ, ვისაუბრეთ, აგიხსნით რა და როგორ. ანუ კონკრეტული ქმედება მე როგორ ვიმოქმედო, რათა შევქმნა ან გავაძლიერო ჩემიანი სისტემა და გავზარდო მისი ძალა. ლაპარაკი კონკრეტულ ყველა ჩვენთაგანზე რის გაკეთება შეგვიძლია. როგორ უნდა ვიმოქმედოთ. უთო რო გაგიადულოთ ამ საკითხზე იქნებ დამშელობა მინდა გითხრათ მე პირადად როგორ მომიქცეოდი. მე როგორ ვიმოქმედებდი. და რა ნაბიჯებს გადავთხოვდი ამისთვის და ფაქტობრივად ეხლაც მაგას ვცდილობ რომ გავაკეთო. იმი გადამსახედიდან პირველ რიგში შევერთებოდი იმ ხალხს, იმ ჯგუფს, იმ გარემოს, რომელთა ფასეულებებსაც ვიზიარებ. რომელთი ფასეულებებიც ეწინააღმდეგება ამ კორუფციულ გარემოს. არის პირველი. ანუ დაანჩენს არა აქ აზრი, თუ ეს პირველი არ არის შესრულებული. მერე გადავინაცვლებდი მეორე საკითხზე. ეს არის დონის საქმის შემსრულებელი არის პიროვნება, ჯგუფი ან გაერთიანება. შეიძლება ჭკვიანები ვიყოთ, შეიძლება ვიცოდეთ რა და როგორ, მაგრამ არ ვასრულებდით და საქმის შემსრულებლები არ ვიყოთ. მაშინაც ანუ თეორიაში უნდა გადავიდეთ და ეს ძალა არ იქნება, რომელსაც შეიძლება რამე შეიძლება გაეკეთებინათ. ეს ამბავი. უნახე ის ხალხისაც ფასულებებს ვიზიარებ, უნახე ისინი შემსრულებლები არიან, გადავდივარ მესამეზე. რომელ მიზნებს ემსახურებენ ის და ჩვენი მიზნები ემთხვევა თუ არა. გასაგებია ჩვენ გვინდა ევროპაში წასვლა, გასაგებია ჩვენ გვინდა სამართლიანი სასამართლო და სახელმწიფო და ჩვენ გვინდა ამ მიზნის შესრულება. არის ხალხი, რომელიც ჭკვიანები არიან, რომელიც გამკეთებლები არიან, მაგრამ სხვა მიზნები ამოწურებთ. ამიტომ ჩვენ ჭირდება ხალხთან გაერთიანება, ვისაც იგივე მიზნები აქვს. გადავიდეთ მეოთხეზე. ყველაფერი ემთხვევა. მაშინ მე პირადად გადავიდოდი ანალიზში. ანუ ანალიზი, სადა ვარ, როგორ ვარ, რა ძალა არის, ისი საშუალებები აქვს და როგორ შემიძლია მე მოვაძლიერო ისინი. თუ მე რამე შანსი მაქვს, რომ ისინი მოვაძლიერო, მაშინ ვერთვები მაგ საკითხებში და ვაგვარებ იმას, რაც არის ყველაზე სუსტი ამ ჯგუფში ან გაერთიანებაში. მეხუთე. როგორ შევმატო ამ ჯგუფს, ანუ პირადი შრომა და პირადი მუშაობა. აუცილებელი არის. სამ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ვერცად ვერ წავიწერთ.
მეექვსე რან როგორ არის გასაკეთებელი თუ ეს ჯგუფი ან საზოგადოების რაღაც ნაწილი მოექცევა სათავეში არ შევიდეს ხიფში როგორც ყველა დანარჩენები და არ გახდეს ისე მსხვერპლი ამ განზომილების რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ იმიტომ რომ ფაქტობრივად ვინც არ უნდა მოვიდეს ის დაუპირისპირდება ამ კორუმპირებულ განზომილებას რომელიც უნდა დაძინოს და თუ იქნება სუსტი ეს ამას ვერ გააკეთებს გადავდივარ მეშვიდე, ანუ დასრულებით ნაწილზე. ესეც არის ამონარიდი 20-20 ინტერვიუთან. ახლო მომავალში სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა, რომლის პრინციპი უნდა ითვალისწინებს არა განვითარებული სახელმწიფოების მოდელს, სადაც ძალიან მაღალია სამართლებრივი კულტურა, არამედ პირიქით უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს მორგებულ პრაგმატულ მოდელს, რომელიც დაეყრდნობა არსებულ სამართლებრივ დაბალ დონეს. როა ქართველები დაეყრდნონ ჰეგელის დოქტრინას სახელმწიფოს და საზოგადოების და ძლიერი სახელმწიფო და საზოგადოების რეფორმირების შესახებ. დოქტრინას, რომელმაც შექმნა ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფოები. იმედი მაქვს ქართველების სიცოცხლისა. იმედი ფაქტობრივად დასრულებია ჩემო სიტყვა. იგივე კითხვები დამისვათ. და როგორ რამე გაინტერესებთ. მადლობა ბატონო ალექსანდრე, მე კითხვაზე მეტად უფრო შეფასება იქნება, მაგრამ საინტერესოა მაინც თქვენი აზრი თემასთან დაკავშირებით. ლექსის დასაწყისში ახსენეთ კორუფციის ორი სახე, პედაგოგის კორუფცია და ელიტური კორუფცია. კი ბატონო. ჩემი შეფასება და ჩემი განმოსახედიდან ალბათ მივხვდი რომ მაინც პედაგოგის კორუფციით იწყება ყველაფერი და მე მაინც ელიტური ხდება. და ისიც აღნიშნეთ რომ უნდა გაწდეს ეს ჯაჭვი ამ რგოლებს შორის. კი ბატონო. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება როგორ უნდა გაწდეს და თანამოწინწილეობა ჩვენი ადამიანებისთვის პროტესტში ვართ უკვე 200 დღეზე მეტი არის ვაპროტესტებთ რადონის ჩართულობა უნდა ქონდეს და როგორ ხედავთ ჩვენი გადმოსახედიდან ყველაფერს. კი ბატონო, მადლობა კითხვისთვის. ისეთ სახელმწიფოში როგორც არის საქართველო, სადაც კორუფციას აქ მეტასტაზები უკვე ესე ვთქვათ გადმული ფაქტობრივად ყველა ნაწილში, ანუ ჩვენი ელიტარული კორუფციაც ფაქტობრივად მაგის მაგალითი არის. ამის გაწყვეტა შეიძლება მხოლოდ ზემოდან. და მაგალითები მოგიყვანოთ, მაგალითად ეს 2003 წლის რევოლუციის შემდეგ აი გაიავიკოთ რა საპატრულო პოლიცია. არავის არ ეჯერა არასოდეს, რომ ქართველებმა შეიძლება ფული არ აიღონ. ანუ ყველას ეგონა რომ კორუფცია ისეთი ძლიერი არის, რომ მაგი დაუძლეველი არის და მაგას ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლება, მაგრამ შეძლის. ანუ ჩვენ მაგის გამარჯვების მაგალითები გვაქვს. კორუფცია დამარცხდა, ეს იყვნენ ქართველები. ანუ ვისი თქვა მინდა, ზემოდან რა პროგრამას დაიდება და რა მოთხოვნილებაც იქნება, ისეთი იქნება ქვემოდანაც, ასე ვთქვათ, მთელი სისტემა. და ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვართ, როცა ფაქტობრივად ზემოდან, ანუ კორუმპირებული იდეოლოგია გვაზის. ანუ ეს სისტემაც ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე ვახსენე ჩემს სიტყვაში შეძდა რომ მოხდა ქართული ოცნების ანუ ამ მანკიერ სისტემასთან. ფაქტობრივად ქართულმა ოცნებამ გააძლიერა ეს მანკიერება, ანუ გამოდგა როგორც იდეოლოგია. და საკმაოდ ძლიერი ძალა არის, არ არის ეს სუსტი ძალა, ბევრს მეკონა ასე ვთქვათ პროტესტების დასაწყისში, რომ ადვილად ამას გაუმკლავდებოდა, მაგრამ არა. მით უმეტეს, როცა დახმარება აქვს უცხოეთიდან. ამგვარად ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოების გაძლიერების გარეშე ეს ვერ მოხდება. მე ლაპარაკი მაქვს შიდა სისტემიდან გამომდინარე. ამიტომ თეორია ოდენ თქვენი ყურადღება მივიპყრო, რომ არსებობს შიდა და კარი ფაქტორები და გამიშლოვანი, ანუ შეიძლება ცვლილება მოხდეს შიგნიდან, შეიძლება მოხდეს გარედან. ანუ თუ უკრაინამ მოიგო ეს ომი და რუსეთი დასუსტა და ფაქტობრივად ბაზა გამოეცალა
დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ეხნობა როგორც კორუფციას, ასევე უცხოეთის დახმარებას, შეიძლება მოხდეს ცვლილება. ანუ კი, ჩვენ დავდივართ კი რაღაცას ვითხოვთ, მაგრამ ფაქტობრივად იმდენი ძალა არ აგვაქვს და ხდება ეს ცვლილება გარედან. რაც შესაძლებელია, მაგრამ მე პირადად როგორც ქართველი იმაჩნია, რომ ჩვენ მაინც ხელი უნდა გავანძრიოთ და უნდა დავდგეთ ფეხზე. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული გარეთ ძალებზე. მეორე სუეჩი მხოლოდ რუსეთი იგულისხმება, ირანი, ჩინეთი, ну ძირითადად რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთში ზუსტად იგივე კონკრეტულ სისტემას აქვს ადგილი და ანუ ესე ვთქვათ, ეს სისტემები ერთმანეთს კარგად იცნობენ, ეს ერთი. ირანი, ალბათ ჩრდილო კორეაც, რაღაცა მაინც ვინც კორუმპირებულ ესე ვთქვათ, წრეში მოიაზრება. ეხლა ჩინეთზე ცოტა ისეთი მაგალითი არის. კი ბატონო, შეიძლება კორუმპირებაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ცოტა რთული თემა არის. ჩინეთი ფაქტობრივად კორუფციას ებრძვის თვითონ შიგნით. ანუ მაგის მაგალითებიც არის და თუ კორუფცია რაღაც სხვა დონეებზე არსებობს, თვითონ ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში ძალიან ძლიერი არის ანტიკორუფციული მუხტი და კორუფციასთან ბრძოლა. ანუ ისინი მაინც ინარჩუნებენ ჯამთელ ღერს. სხვა ქვეყნებთან შედარებით კი ხარობენ კორუფციას, იქ კორუფცია არის, მაგრამ არა შიგნით. ღერძი აქვს, მაგრამ ჯამთელი. ამიტომ ფაქტობრივად უფრო ვიტყოდი, რომ იყენებენ კორუმპირებულ ქვეყნებს, ისეთი როგორც საქართველო არის, ახლა დაბალი დონეა და კორუფცია ცხოვრობს, ეს მისი პრობლემაა. ამიტომ ჩინეთს არ ჩავთავდი მე ამ კორუმპირებულ ქვეყნების სიაში. ესე იგი რჩება რუსეთი. რუსეთი კი ბატონო. ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ეხმობა რუსეთს. ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ. ფაქტობრივად სისტემები ძალიან ახლოს არის. ფასოლობათა სისტემებზე ვლაპარაკობ. ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენ ქართულ საზოგადოებაში ეს ფასოლობებიც ისე თუ ესე მაინც არის. ანუ ამას ეთმობიან, ანუ ფაქტობრივად ეს არის მეხუთე კოლონა. უპასუხეთ თქვენ კითხვას. მადლობა. სუეცის მაგივრად მოუსწავლეთ დავარ. ამაუშვიდობისა. დიდი მადლობა ლექციისთვის, ბატონო სანდრო. ცოტა ესეთი რიტორიკული შეკითხვა მექნება შექმნილ ვითარებაში. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ რა შეგვიძლია რიგით მოგვდავოთ? რიგით მოგვდავება უნდა აკეთონ ნებისმიერი საქმე, ანუ თავისი წვეთი დადონ ამ ესე ვთქვათ საერთო საქმეში, აიკავონ თავისი კვადრატული მეტრი, რაც შეუძლიათ და იმაზე იბრძოლონ, რომ კიდევ 2 კვადრატული მეტრი შემატონ ამ საქმეს. ანუ ნელ-ნელა ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე. კრიტიკული აზროვნება აუცილებლად. ანუ განვიხილოთ ვისი გაკეთება შეგვიძლია და მე კიდევ ამას დავამატებდი აუცილებელია ალგორითმებით მოძრაობა. ანუ ალგორითმს შევახსენეთ ხალხს არიცის. ეს არის მათემატიკური ტერმინი და ეხება რთული ამოცანის ამოხსნის ხერხებს. და ითვალისწინებს, რომ შეგვიძლია რთული ამოხსნა მხოლოდ რაღაცა თანმიმდევრობით. ანუ რაღაცა ასე ვთქვათ ნაბიჯები უნდა გააკეთოთ თანმიმდევრობა და თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ უბრალოდ მომხდავებით ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ გავიქოთ ალგორითმი და ვაკეთოთ ის ნაბიჯი, რაც არის აუცილებელი დღეს. ეს არის პროტესტი, ეს პროტესტი ისე თუ ესე მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს. არის წერტილი, სადაც ხალხი ხვდება, სადაც მიდის ინფორმაციის გაცვლა, სადაც ისე თუ ესე მაინც ჯგუფები ყალიბდებიან. შეგახსენებთ მაგალითად ეს 200 დღე რო აღვნიშნეთ, იყო ჩიარდნებით სიარული, დაიბეჭდა ბროშურები, რაღაც ნიშნები, ანუ ხალხმა იმუშავა, ფული ჩადო, გააკეთა. შრომა მიდის. კი ბატონო, შეიძლება ეს არ არის ჯერ საკმარისი, მაგრამ მაინც ამ მუხტის შენარჩუნება არის აუცილებელი. უპასუხეთ თქვენ კითხვას. უხც ვინ არჩუნებთ, მაგრამ მეტი კი ბატონო. აი ეს ამ მეც თუ ხედავთ და რა შეგვიძლია? კი ბატონო, მეცაც ხედავთ. კი ბატონო. რა გავაკეთოთ? და ცოტა შორიდან შემოუვლით თქვენ კითხვას. რა გავაკეთოთ? ანუ ვიტყვი ჩვენ არ გვაყოლებს. ცოტა მეტი გავაკეთოთ. მე უკვე თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა. ძალა. რა არის ძალა?
და გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომ სისტემაც არის ძალა. სისტემა არის ერთობლიობა ხალხის. ანუ შეკრულება. ანუ ერთ მიზნისკენ დასვლა. სისტემის შექმნას ჭირდება ურთიერთობა, ჭირდება კავშირი, ჭირდება გაერთიანება. ძალიან გვიშლის ხელს ამპარტავნება. თუ ამპარტავნებას მოუღვლით, ჩვენ მენ სისტემას შევქმნით. უფრო გაუძლიერდებით, შევძლებთ რომ შევქმნათ, ესე ვთქვათ, პატარა ჯგუფების გაერთიანებები, რაც უფრო მეტი გაერთიანება იქნება და ერთიანობა, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ჩვენ. მინდა დენ საოპინის სიტყვები უიხმარო კიდევ მე კითხვაში. დენ საოპინი ერთ-ერთი არქიტექტორი იყო იმ ძლიერი ნახტომის, რაც განახორციელა ჩინეთმა თავის დროზე. ამან ესეთი სიტყვები თქვა. არა აქვს მნიშვნელობა, რაფერისაა კატა. თავარია, ის იჭერდეს თაგვებს. ამ შემთხვევაშიც არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტია, რაფერის, რა ერთერის, ვინც გააკეთებს საქმეს, ჩვენ იმას უნდა შევუერთდეთ. ის საიყვანს წინ. მადლობა. ბატონ ალექსანდრე, როგორც ბატონ ბიზნეს უყარდა ხოლმე ჩაგეკითხებით. განეთ. ანუ თქვენ თქვით რომ ვინც საქმეს გააკეთებს, იმას უნდა მიუყვეთ და დაუჭიროთ მხარები. კი ბატონო. ვინც საქმეს აკეთებდა, ის პარტია, ის ხელისუფლება მოიშორეთ 14 წლის წინ. რეალურად მათ უნდათ ისე მოგრუნება და თვითონ თვლიან რომ საქმეს აკეთებენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ასე თვლის, რამდენად სწორად ან არასწორად ეს უკვე ჩვენთაგანი შეფასების თემა არის. მაგრამ როგორ ფიქრობთ, ესეთ ძალებსაც უნდა თუ არა მხარდაჭერა? იცით რა, ძალიან რთული საკითხი არის და ეხება ფაქტობრივად ამ პარტავნების თემას. ეხება ფაქტობრივად რომელი ფერი მომწონს და ცოტა მე მგონი გვაშორებს იმ რეალური პრობლემის გადაწყვეტისკენ რეალური პრობლემის გადაწყვეტას გვაშორებს. ჩემი პირადი აზრი არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობთ ალბათ, სწორედ. მაგათმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს. კი ბატონო, ესე ვთქვათ, მე არ დამიჭერე მხარი მაგათთვის, მაგრამ ფაქტი არის, რომ პირველი 4 წელი რაც მაგათმა შეძლეს, ანუ მაგათმა გაარღვიეს ზუსტად აი ეს მანკიერი მდგომარეობა რაც იყო სახელმწიფოში და დაეჯახნენ კორუფცია ძალიან სერიოზულად. მაგრამ წააგეს ეს ბრძოლა. აგეს ეს ბრძოლა დატოვეს ფაქტობრივად უცვლელად სასამართლო სისტემა, ანუ ეს მანკიერი კორუმპირებული სისტემა ძალიან ადვილად ერგება ყველაფერს და მაგათმა ეს შეინარჩუნეს. დიდად ფაქტობრივად დღეს აგვასუსტეს ძალიან. უამრავი სასამართლო პროცესები არის და ჩვენ ხედავთ, რომ სამართალი არ არის, არ არსებობს. პირდაპირ დაკვეთებია და არავის არ აინტერესებს რა და როგორ ხდება. ეს ფაქტობრივად ისე თუ ესე ნაციონალური მოძრაობის ბრალის არის. და ვისობით ამას აღიარებს. ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ და გავერთიანეთ და არ უნდა გავერთიანეთ. უნდა ვიაზროთ კრიტიკულად. შევხედოთ, ვინ არის საქმის გამკეთებელი. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. გავუდგეთ გვერდში იმათ, ვინც საქმეს გააკეთებს. და ვიზმოთ, რომ მოხდეს გაერთიანება და ძალის კონცენტრაცია. თუ მოახერხეთ ძალის კონცენტრაცია, ამერწმუნეთ, რომ ჩვენ ბევრ რამეს შევძლებთ. და პრობლემა არის ბანკიერი გარემო, რომელიც ჩვენ მოყვა ჯერ კიდევ საქართველოს კავშირიდან, არის ჩვენი სისუსტეები, არის ჩვენი აპარტავნება. ეს გამოც ჩვენ ვერ ვახერხებთ გაერთიანებას. არის ჩვენი სცენა. ვინ ვის მხარეს დაუჭერს, ხო, თავარია იყოს საღი აზრი და საბოლოო ჯამში საქმე გაკეთდეს. მადლობა ბატონო ალექსანდრე. მადლობა. რადგანაც ბატონი ალექსანდრე არის ჩვენ დებიუტანტი, ასე ვთქვათ, სპიკერი,
ჩვენთან მოსულ სპიკერებს პატარა საჩუქარს უგეთებთ ხოლმე და ბატონ ალექსანდრესაც მინდა რომ გადავცე პატარა საჩუქარი. მადლობა პატივცემისთვის. ორი საჩუქარი გაიხარეთ. მადლობა სასიამოვნო. ყველაზე დიდი მადლობა. თუ ამ მიკითხები გაქვთ, ზადავართ კი პასუხობ და გავაგრძელოთ საუბარი. მადლობა. ცოტა თავისუფლება ერთად გავიმარჯვებთ. ბრძოლა გამარჯვებამდე ჩვენ საპროტესტო აუდიტორია ვართ და გვაქვს Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, YouTube-ი და შეგიძლიათ გამოგვიწეროთ. Tepsli ოლიგარქიას.